სადგურის მორიგე რომ აღზარდოთ ბატონო გიორგი, დაახლოებით 15 წელი გიჭირდება. სრული დეფიციტია პროფესიონალების. იმიტომ რომ ეს ჩვენ ყოველთვის გვეწერა ეს სადგურის უფროსს, ყოველთვის ეწერა პირველი პუნქტი იყო კადრების მომზადება. როცა სადგურის უფროსი სადგურს ტოვებდა, მან თავისი შემცვლელი უნდა დაეტოვებინა, აღზრდილი. რომელსაც ჩააბარებდა და ენდობოდა სადგურს. ეხლა ვისად არის ეს პასუხისმგებლობა? არ არსებობს რაც პასუხი. იცოდეთ მატარებაში რომ ჩაჯდებით ყველანი ხარ გალამარდო ხარსის რკინიგზაზე აკაცო საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე ცენტრალიზაცია არ არსებობს. თქვენ მონიათ მარტო ხარსის რკინიგზაზე, მაგრამ აქ ცენტრალურ მაგისტრალზე შუქნიშნები მაინც ანთია. ანუ მატარებელი მაინც მოძრაობს სადგურიდან სადგურამდე. იყო თავის დროზე, მე თვითონ მოსწრები ვარ, ინგერის სადგურში სადგურის მორიგედ მიმუშავია, ჩემი დისპეჩერი სამტრედიაში იჯდა, ის ხელმძღვანელობდა მოძრაობას. ეს მოშალეს. ეს არ არსებობს საერთოდ ის სადისპეჩერო სამტრედიაში ამ ისტორიულ სარკინიგზო ქალაქში წაართვეს ეს ფუნქცია წამოიღეს ეს სადისპეჩერო თბილისში სამტრედიელები დისპეჩერები აქ წამოიყვანეს თბილისში ცხოვრება აიძულეს გაუკეთეს ოთახი ოღონდ ცენტრალიზაცია არ არის ვერ ხედავს ვერაფერს მატარებლის მოძრაობას ვერ ხედავს მაშინ როცა თავის დროზე სამტრედიაში დისპეჩერი სამტრედიიდან ვესიოლაემდე აფხაზეთის გაყოლებით ჩვენ საზღვრამდე მატარებლების მოძრაობას აკონტროლებდა ყველაფერს ხედავდა ტაბულზე ვინ გავედავდა რაიმე ერთი ნაბიჯის გადადგმას ადგილებზე დისპეჩერის განკარგულების გარეშე არ არსებობს და თქვენ გინდათ შუა დერეფანში ჩვენ ისტორიული როლი შევასრულოთ გამორიცხეთ ეს არ არსებობს ბატონო გიორგი და მე არ მინდა ის ოპტიმიზმი რაც თქვენ წინა ბლოკებში იყო ევროკავშირთან დაკავშირებით და მართლა არ მინდა მაგრამ მე გეუბნებით რეალურს ყველაზე დიდი დაბრკოლება რაც კი საქართველოს აქვს ევროპის კავშირში გაწევრიანების მიმართულებით აი ამ გზაზე არც ადამიანების უფლებებია არც გაციფრება არც არაფერი ეს თეორიული რაღაცები ყველაფერს მოევლება სისტემა შენი სატრანსპორტო სისტემა თუ არ იქნება თავსებადი ევროპულ სატრანსპორტო სისტემასთან წარმოდგენილ არ არსებობს გაწევრიანება და იქ და შენ თუ ამ დერეფნის თავში საერთოდ ჩინური ინვესტიციები პორტს თუ აშენებ დაემშვიდობა ევროპის კავშირზე გამორიცხულია ჩინეთი საერთოდ არ აქვს ევროპის გარშემო 40%-ს აკონტროლებს საპორტო სიმძლავრეებისას მაგრამ შავ ზღვაში მაგას არაფერი არ აქვს და მისი გამოაცხადეს თბილისი ბაქო ყარსის რკინიგზის გახსნის ჯერ ერთი რა გახსნეს პრემიერ-მინისტრი იყო ჩასული რა გახსნეს რა სარკინიგზო სადგური გახსნეს სადა შუქნიშნარი არ დგას ანუ ხაზზე სარკინიგზო ხაზზე შუქნიშნარი არ დგას ყველა შუქნიშნარი ჩამქრალია პროექტი შესრულებულია სლოვაკურმა კომპანიამ შეასრულა პროექტი და მის ოფიციალურ გვერდზე რომ შეხვიდეთ გამოცხადებული აქვს მთელი მსოფლიოს გასაგონად ოფიციალურად რომ მე პროექტი ჩავაბარე საქართველოსშიო ჩვენთან შუქნიშნარი ჩამქრალია რატო იმიტომ რომ სანამ ეს იმ კომპანიამ ეს სიგნალიზაციის სისტემა დაამონტაჟა, არ ვიცი, გაფუჭდა, რა გაკეთდა, რა მოხდა, განადგურა და ჩამქრალია. ანუ ბაქო თბილისი ყარსის რკინიგზაზე ჩვენს მონაკვეთზე სარკინიგზო მოძრაობა სრულდება მე-19 საუკუნის ტექნოლოგიით. სადგურის მორიგე ურეკავს მეორე სადგურის მორიგეს, გადასარბენი თუ არის თავისუფალი შემდეგ მემანქანეს ეძლევა საგზაო პარათი განსაკუთრებული საბუთია ეს რომელსაც მატარებელი მიყავს მეორე სადგურამდე თავისი პასუხისმგებლობით ანუ რაც არ უნდა მოხდეს გზაში მისი პასუხისმგებლობა ან პიროვნულ ფაქტორზეა და მხოლოდ მემანქანეზეა რომელ მემანქანაზე იცი 2500 ლარი რო აქვს ხელფასი და 5000 ტონა ტურთი რომ მიაქვს თავისი სიცოცხლის რისკის ფასად და თავის შვილებს ვეღარ არჩენს და აი ახლა უყურეთ კიდევ უფრო საინტერესო ის არის რომ 5 მილიონ ტონამდე წელიწადში გაიზრდებაო გატარების უნარს ეძახიან მაგრამ სინამდვილეში ეს არის გაზეთის უნარი გატარების უნარის დროს მატარებლების რაოდენობას იცვლიან მაგრამ როცა ტვირთის წონაზე ალაპარაკი ეს არის გაზეთის უნარი რომელსაც ჩვენ ვერასდროს ვერ გადავიტანთ იმ პირობებით რა პირობებით ახლა ჩვენ გვაქვს ყარსის რკინიგზაზე მაქსიმუმ მილიონ ნახევარი ტონა გადავიტანოთ. ახლა ჩვენ ხო იქ პრობლემა გვაქვს ბატონო გიორგი ყარსის რკინიგზაზე. თქვენ სოფლიოში ვერ იპოვით სარკინიგზო ხაზს
რომლის ინფრასტრუქტურის მართვის უფლებით უცხო ქვეყნის კომპანია იყო შემოსული. მესმის სატვირთო გადაზიდვების ოპერატორი შემოვიდეს. აზერბაიჯანულ კომპანიაზე. წარმოიდგინეთ, ეს არის უკანონობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს რკინიგზის ამ მონაკვეთზე საქართველოს რკინიგზის მართვა დაკარგული გვაქვს. ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს. და რატომ? როცა შექმნეს შპს არაბთა კარწახის რკინიგზა, სადამფუძნებლო დოკუმენტებში ეწერა მისი მოვალეობა, მისი ვალდებულება, პასუხისმგებლობა არის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცია. როგორც კი რკინიგზა ჩაბარდებოდა, ეს კომპანია უნდა დაშლილიყო. მივიდნენ ეს სარკინიგზო ხაზი გადაუფორმეს ამ კომპანიას, წაართვეს საქართველოს რკინიგზას, ისე რომ ერთი კაპიკი არ მისცეს საქართველოს რკინიგზას, ანუ ქონება წაართვეს, გაზრდა. ეს ხო საქართველოს რკინიგზის ქონება იყო, ხო, სანამ ამ ეს რკინიგზა გაიხსნებოდა და თურქეთს შეუერთდებოდა, მანამდე ახალქალაქამდე ხო ქონდა საბჭოთა პერიოდში რკინიგზა, რომელიც ახალქალაქში სამხედრო ბაზას ამარაგებდა და ფუნქციონირებდა. ეს ქონება წაართვეს საქართველოს რკინიგზას, კაპიკი არ გადაუხადეს, გაუფორმეს სამ შპს მარაბდა კარწახის რკინიგზას, რომელიც უნდა გაუქმებულიყო და ეს ამ ქონებით შეიყვანეს ერთობლივ საწარმოში. იქით ამ მხარეც არაფერი არა აქვს ქონებრივად, აქეთ არაფერში შემოდის, იქით ამ მხარე ელოდება ჩვენი სესხის 750 მილიონი დოლარის, რომელსაც ვერ გადავიხდით ვერასდროს. 50 მილიონი და სანამ ამ ვალს არ გადაუხდით, არის მართლა ხდით, შანსი არ აქვს გადახდის. ჩვენ 5 მილიონამდე ვეღარავალ, ტყუილია ეს. აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და თავსდება ამაზე, რომ 5 მილიონ ტონა ტვირთს მოგებაზე რომ გავიდეთ, საქართველოს უბრალოდ აი ეს ერთობლივი საწარმო ამ ხაზზე ამდენ ტვირთს ვერ გადაზიდავს. გამორიცხეთ ეს, მაშასადამე სესხს ვეღარ ვიხდით. მინდის სესხის კაპიტალიზაცია, ემატება პროცენტი, ვიტვირთებით ჩვენ, ვალი გვედება და წარმოუდგენელი რაღაცა ხდება, რაც საქართველოში ხდება, რომელსაც ესე იგი რა იმედებს ყობა ამყარებთ ჩვენ, რომ საქართველოს რკინიგზა ეს არის ხერხემალი, ეს არის რა ხერხემალი, რის ხერხემალი. აბსოლუტურად ყველა, ვინც კი საქართველოს რკინიგზასთან კონტაქტი აქვს, მე გულისხმობ ამ ქვეყნის მამებს, ისინი მხოლოდ მიაქვთ. რკინიგზამ მიაქვთ მხოლოდ, რკინიგზაში არაფერი არ მოაქვთ. ის მილიარდზე მეტი ინვესტიცია გეკიცებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით ხდება, რომ იქ ფული გააკეთონ. გასაგებია ეს ვაგონებსაც იყიდიან, ლოკომოტივებს იყიდიან, ეს მოძველდება, ამორტიზ გამორიცხულია შტადლის გამო. რამდენი მილიონი შტადლს კი არ გვემსახურება ჩვენ. შტადლი კი არ ემსახურება ქართულ გზავს. შტადლის ემსახურება საქართველოს რკინიგზა. გაფუჭდება რაღაცა, ვინ არის აქ ამის განკეთებელი? 40,000 დოლარის მარტო ლიტერატურა მოყვა ამ მატარებას. ვინ იყო მაგის სამკითხველი, ვინ იყო მაგის მთარგმნელი და ვინ იყო იმის მომზადებელი სპეციალისტებისთვის დაესვათ ჩვენი ახალგაზრდები, რაც ოლიმპიადებზე დადიან, ინფორმატიკაზე ოლიმპიადაზე დადიან, მათემატიკის ოლიმპიადაზე დადიან, მედლებით ჩამოდიან და როგორ ვერ გაზარდა საქართველოს რკინიგზამ ადამიანები, რომელსაც შეძლებდნენ ამ რთული მექანიზმის შესწავლას. ხო გამორიცხულია ეს, მაგრამ ამაზე არავინ არ ფიქრობს.